გამარჯობა, საქართველოს ახალგაზრდა შეგზაურთა ასოციაცია წარმოგიდგენთ პირველ YouTube პროექტს მე საბავარ შეგზარეული და დღეს მოგიმზადებთ ფშავ ხევსურეთის კერძს სახელად მოსმულას. მოსმულა არის ფშავისა და ხევსურეთის მაღალმთიანი რეგიონის ტრადიციული კერძი, რომელიც შედგება ცომისგან. თვითონ სიტყვა გვეუბნება რას ნიშნავს, რომ ცომი როდესაც მზადდებოდა ძველად ხელს უბრალოდ გაუსვამდნენ და გარკვეულ ფორმას ადლებდნენ. ამ შემთხვევაში მე მომამზადებ მინიმალისტურად განსხვავებულ ვერსიას, თუმცა ყველანაირი ის ეთნიკური გემოები იქნება შენარჩუნებული ამ კერძში. პირველ რიგში ხა დავიწყებ ცომის მოზოლას, გამოვიყენებ წითელი დოლის ფქვილს, ეს არის ქართული ენდემური ჯიშის ხორბალი, გამოვიყენებ თავშავას და გამოვიყენებ ბექონდარას, რომელიც არის ალპური ზონის ქონდარი და ცომს მივცემ უფრო განსაკუთრებულ გემოებს, იმისთვის რომ აღვიქვათ სწორად ეს ეთნიკური გემოები, რაც კონკრეტულად ამ კერძს ახასიათებს. ეს რა თქმა უნდა კლასიკურ ვარიანტში არ გვხვდება. ცომი მოიზილა, ეხლა უნდა გადავიდე შიგთავსის მომზადებაზე. ცომში გულსართად უნდა ჩავდო კარაქში ან ერბოში, ამ შემთხვევაში მე ვიყენებ მაღალი ცხიმიანობის კარაქს, მოთუშული ხახვი, რომელსაც მე ტექნოლოგიურად დავამუშავებ სწორად, ჩავდებ და მოვხაშებთ. ეხლა დავიწყებ соуსის მომზადებას, გამოვიყენებ რძეს, წიწმას, ოხრახუშს და ნიორს, რომელიც ცივად შეერევა ნადუხს. ტრადიციულ ვერსიაში ამ კერძს არ გააჩნია соуსი, ეს უბრალოდ არის მოხრაშული ცომი, მომწვარ ხახვთან ერთად და რძის პროდუქტებთან ერთად. ზოგჯერ იყენებენ ნადუხს, ზოგჯერ ხაჭოს ან მაწონს. თუმცა ამ შემთხვევაში მომზადებ უფრო განსხვავებულ ვარიანტს. ეხლა ვიწყებ მოსმულას მომზადებას, ცომის დამუშავებას. დავიწყოთ ცომის ამოჭრა. ცომი მზადა, მივეცეთ მრგვალი ფორმები, გავაბრტყელეთ, დავიყვანეთ სასურველ დონემდე და დავიწყებთ ეხლა შიგთავსის ჩადებას. ახლა კი დავიწყებთ კერძის საწყობას, იგივე სერვირებას. პირველ რიგში დავდებთ соуს ნადუღის და წიწმატის ბაზაზე, რომელიც თქვენ უკვე ნახეთ როგორ მომზადდა. ტრადიციულად ავიღებთ გუდისყვილს, მოხალული წითელი დოლის ფქვილი, მეტი გემოვნური ურთიერთობებისთვის და მოვაყრით ზემოდან. ყველა კერძს ესადაგება შესაბამისი ღვინო, ამიტომაც ჩვენი სომელია დიმიტრი მოგყვება და გვირჩევს თუ რომელი ჭირდება ამ კონკრეტულ კერძს. როგორც აბამ აღნიშნა, კერძი და ღვინო ერთმანეთს ძალიან უხდება და შესაბამისად პირველ რიგში რაც უნდა გავითვალისწინოთ ღვინისა და კერძის შეხამების დროს, აუცილებელია რომ არც ერთმა არ უნდა გადაფაროს ერთმანეთი, არც კერძმა ღვინო და არც ღვინომ კერძი. შევარჩიეთ ქვევრის ღვინო, თუმცა არც ისე ძალიან ტანინიანი, რადგან ძალიან ტანინიანი ღვინო უკვე კერძს დაჩაგრავდა. შესაბამისად ჩვენ შევარჩიეთ ჩინური, ჩინებული, ქვევში დაყენებული, საკმაოდ ხალასი მჟავიანობით და საშუალო ტანინით. გაგვიმარჯოს. თქვენს გაგიმარჯოთ, თქვენ რა დააშოვეთ.